კახეთი. გურჯაანი. ესმა გოგიაშვილის ეზოდა 91 წლის დიასახლისი, რომელიც საახალწლო განწყობის შექმნაზე მეგობრებთან ერთად ზრუნავს. ეს დღესასწაული განსაკუთრებულად უყვარს და ახალ 2026 წელსაც მოუთმენლად ელოდება. მეგობრებთან ერთად დღესასწაულისთვის მზადება თითქოს ბავშვობაში დაბრუნებას ჰგავს. ზამთრის სუსხის მიუხედავად, ეზოში ერთად ყოფნა, ფუსფუსი და ნაძვის მორთვა იმდენად ეხალისებად, რომ სახლში შესვლა არც ახსენდებათ. თუმცა გოგოებო, გეყოფათ, შემოდით. ამურიც დიდი სამეგობროს გამორჩეული წევრია, რომელსაც დიდი მისია აქვს ბუხრის დანთება და სახლში სითბოს დატრიალება. ბუხარო ანთია, ჩემი დამსახურებაც არის. ამ ყველაფერს კი ისე არაფერი უხდება, როგორც გურჯაანელი მეგობრების ყველაზე თბილი შესრულება. ახალ წლამდე მხოლოდ ერთი დღე რჩება. ესმა, ნათელა, მარეხი, ნათია, ნანა და ეთერი ტრადიციულად წინა დღეს შეიკრიბნენ. დღესასწაულის გეგმებს ერთად აწყობენ და იმასაც გვიზიარებენ, როდის დაიწყო დიდი ექვსეულის დიდი მეგობრობა. ზოგი თანამშრომელი ვართ ერთმანეთის, ზოგი მეზობელი, ზოგი კლასელი და ერთი წრევა შეკრული. ხშირად გვაქვს ძალიან ლამაზი საღამოები, აი ჩვენი შეკრება ყოველთვის არის ძალიან ლამაზი, აი რომ თქვა ასე მარტივად იღვრება პოეზია და სიმღერა. ესმა გოგიაშვილის სახლი მეგობრებისთვის შეკრების მთავარი ადგილია. ახალი წლის აღნიშვნაც სწორედ აქედან იწყება. ჩვენთვის ახლა იმასაც იხსენებენ, სად გაიცნეს პირველად სამეგობროს ყველაზე უფროსი წევრი. მუშაობდი გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულთა სპეცსკოლაში და ზუსტად იქიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობაც, ჩვენი ეს ლამაზი ურთიერთობაც. ესმა ჩემი უფროსი მეგობარი არის, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ესმა ჩვენი ყველაზე ყოჩაღი პატარა გოგოა. ჩვენი ყველაზე სტუმართ მოყვარე მეგობარია. როცა რთულში ვართ ხოლმე, ხო აი ბოლომდე შემართებით შრომობს, კარგად ვიცით ყველამ რომ რთველი როგორი შრომატევადია და ეს დაღლილობა არ ეტყობა არასოდეს ყოჩაღად არის და ასე იგი ვერ მეწევით ხოლმე რასაც ქვია. ამდენ ქალში ამური კვირიაშვილი ერთადერთი მამაკაცია, თუმცა განებივრებული. მის შესახებ საუბარი მეგობრებს დაუსრულებლად შეუძლიათ. ჩვენ რომ ვიქეიფებთ, კარგად მოვილხენთ მეგობრები, ეს ჩემი მეუღლე ჩამოგვივლის მერე და დაგვატარებს ყველგან, ყველას ოჯახებში დაარიგებს, ისე შეკრება თავიდანაც რო იწყება მოგვაკროვებს ხოლმე და მერე კიდე დაგვარიგებს ხოლმე ქეიფი მართალია, პირადად არის. ჩვენი პირადი მძღოლია მოკლედ. ამური ძალიან უწყობს ხელს ჩვენს შეხვედრებს და ურთიერთობებს. ძალიან კეთილი ადამიანია. პატარა ბავშვი ვითაკლავს ამდენ ქალებს, ეს ერთი კაცი დაგვატარებს საითაც გვინა, საითაც სურვილი გქონდა. ერთს არ იტყვის რომ რატო, რისთვის, არამცალიან დაღლილი ვარ, ავათავარ, არ არსებობს ესეთი რამე ამან. სადარდებელი ალბათ თითოეულ მათგანს აქვს. თუმცა თავადვე ამბობენ, რომ მთავარი ოჯახი, შვილები, შვილიშვილები და მათი განსაკუთრებული მეგობრობაა. მთავარია ისიც, რომ ცხოვრება ძალიან უყვართ და ბავშვური სილაღეც არსად დაუკარგავთ. შვილებისგან დიდი სტიმული მაქვს. ტელეფონზე რომ მირეკავენ, პირველად მეკითხებიან, დედა, გოგოები მოვიდნენ იქეიფეთ? ყველა რო კარგად იქნება, მეც კარგად ვიქნები. კარგი შვილები რო ყავს ადამიანს, კარგი შვილიშვილები, კარგი მეუღლე, ისეთ мотиваციას მაძლევს. ნამდვილ დიასახლისებს დაუსრულებლად შეუძლიათ კერძების შესახებ საუბარიც. აქ რა თქმა უნდა კონკურენციაც ძალიან დიდია.
აბა კარგ საცივს ვინ აკეთებს? კახეთში ვინ იწონებს გურჯაანში თავს კარგი საცივით. მოვიწონებ ნამდვილად. სხვა უნდა თქვას ეგ შენ ვერ მოიწონე. რატომაც არა. მე ტყუილად არაფერს არ ვიტყვი, რასაც შემიძლია თავს არ მოვიწონებ იმითი. კარგი, ახლა ეყოფათ ამდენი აბა კაცო მომშივდა წვადი მინდა. დღის ბოლოს ტკბილეულის სუფრას კახური ტრადიციული კერძები ცვლის. ახალი 2026 წელიც ნელ-ნელა გვიახლოვდება. იქამდე კი გურჯაანის ერთი პატარა სახლიდან მეგობრების ფუსფუსის და სიმღერის ყველაზე ტკბილი ხმები ისმის.